ისეთ არის შეფუთული და ესე შეფუთვაზეც ეთყობა რაღაც მეფური. ვნახოთ. აუ წამოვიდა როგორი შოკოლადის სასიამოვნო შოკოლადის სურნელი, იცით? იგონება ძალიან მაღალი ხარისხის ბელგიური შოკოლადი გახსენით და არა თამბაქო. აი ესეთი ძალიან გემრიელი შოკოლადის სუნი და თხილი. შოკოლადი და თხილი, სადღაც თითქოს ციტრუსიც. აი დაჭრილი არის საშუალო ზომის ძალიან ლამაზი თამბაქოა ვიზუალურადაც. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ხარისხის თამბაქოები. მაქსავაგიეროდ ეხა იცით არ არის ეხა თითქოს ისეთი სველი. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, ხო? მე ასეც მოვწევ შემდეგ მოგახსენებთ. აი ნახოთ ანოტაცია შემადგენლობა. ნუ ეს ნაზავი მოდის 1864 წლიდან, ნუ კოლოფზე კიდეც აწერია, რომ ცნობილია აქედან. ნუ ერთ ცოტა ეხლა ეს რომანტიზებული ამბავია, სპეციალისტები ამბობენ, რა თქმა უნდა, ეს ის ნაზავია ამ წლებიდან რომ მოდის, მაგრამ ბოლო მოდიფიკაცია ამ ნაზავის პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა და აი მის შემდეგ მართლა უცვლელად აი ესეთი გამოდის. ნუ ნარჩევი ვირჯინია არისო. შავი კევენდიში, ეს რა თქმა უნდა არომატისთვის. და ამერიკული ბერლი. დაჭრილი არისო მოგრძო გოლებად. ნუ დარჩენი ახლა რა თქმა უნდა ის ვირჯინიაც, შავი კევენდიშიც და ეს ამერიკული ბერლიც არ იქნება ერთი დღის და ერთი თვის დაძველების მინიმუმ 2-3-4 წლის. მე სხვა ანოტაცია უფრო ღრმა მაქვს საკითხული ამის და მე მგონი ბერლი 5 წლისაც არის ამაში. 5 წლის დაძველების. ასე რომ, რა ვიცი, აი პირველად აი ეს რაც შევიყვნოსე, ეს არომატი არ ვიცი, ფანტასტიკურია, აუცილებლად მგონი მომიწევს ამის უკვე მეორე კოლოფის შეძენაც და ხე გავამზადებთ ჩიბუხს და გავაგრძელებთ. როგორც უკვე ერთჯერ აღნიშნე, სატესტო ჩიბუხი მაქვს ჩინური, რომელშიც თამბაქოს უცნობს ჯერ ვეწევი და შემდეგ გავტესტავ მეთქი, მაგრამ რადგანაც ეს ვიცი, რომ ძალიან მაღალი ხარისხის თამბაქოა, ამას ახლა გავტესტავ ჩემთვის, მაგრამ ის ტესტი არ ჭირდება თუ რა ხარისხის არის და შეიძლება თუ არა კარგი ხარისხის ჩიბუხში მოწევის, ამიტომ პირდაპირ მოვწევ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ იტალიურ ლორენზეტიში. კარგი ლორენზეტი, თავისი აღნიშნით, რა თქმა უნდა არის ხმელთაშუა ზღვის ბრიარისგან დამზადებული, პოლირებულია. ჩიბუხები იცით ორი ტიპის არის პოლირებული და მეორე აი ხორკლიანს რო ეძახიან, სენდბლეს ეძახიან ამერიკულად, ინგლისურად. საკმაოდ მაღალი ხარისხის ჩიბუხია და ეს მაქვს მხოლოდ ძირითადად არომატიკების მოსაწევად. ეხა ბერლიც შეიძლება, მაგრამ მაინც აი ამას არომატიკების. არ არის მთლიანად სწორი, ცოტა მოგრეხილი არის. და მე მგონი აღნიშნე, რომ ჩიბუხს და არომატიკს უხდება, რომ ცოტა აი ეს ცოტა მოგრეხილია, რამოდენიმე დილას აი აქ იგრეხება და აი ესეთ რო გადის თამბაქო. მგონი გალუაზიეს აქვს, ხო ეს ემბლემა, აი მოცეკვავე ბოშა რო არის თამბაქოს ბოლისგან. აი თამბაქოს ბოლი რო თითქოს ცეკვავს, აი რამოდენიმე ესეთ იმას რო ამბობს, ამბობენ რომ არომატიკი ამ დროს უფრო გემრიელია და არომატიკის კვამლი ცოტა ისეთია. ამიტომ
ეხლა ამ ჩიბუხში შევაკეთებ და შემდეგ მოვწევ, ერთად მოვწევთ და ვნახოთ. ზეული ნახშირის 9 მმ-იანი ფილტრი. და უფილტროთ. ამბობენ უფილტროთ უფრო გემრიელიაო, მაგრამ უფრო მავნებელიც არის და ამ ეტაპზე ნახშირის ოღონდ მაღალი ხარისხის ფილტრებს ვიდულობ და მათ გამოვიყენებ. ფილტრებიც ძალიან ისეთი თემაა და შევეცდები მაგაზეც მოკლედ მაგასაც ცალკე ვიდეო დაჭირდება. აუ ბიჭო რა. რასაც ღაპარია რა. მე მოგრძო ლენტებად არის დაჭრილი. რა თქმა უნდა რომ სველი არისო, მე ვერ ვგრძნობ რომ ეს სველია. საკმაოდ ნოტიოა, ანუ შრალი არ არის, მაგრამ არც ეხლა ეს მოწევის დროს გაუქრება. ხშირად არის რომ ეს ძალიან ესეთი არომატიკებს ახასიათებს, ძალიან ესეთი შოკოლადის რაღაცა ეგზოტიკური ხილის გემოები და რაღაცები არის და შემდეგ მოწევის იწყებს ყველაფერი რაღაცა ხდება, მაგრამ ახლა ეს არ ამგონია ვეოლ არსენს დაემართოს, ახ ბიჭო რა. Საპარია. მადლობა ნინი. შვილო. რა მოხდა ბიჭო, გახსენით ვიღაცამ რა. კარგი. ჩიბუხის ხარისხიანი თამბაქოს მაღაზია. ჩვენც ხო გვინდა. როგორც წინა ვიდეოში გასწავლეთ, სულ ბოლომდე არ ამოვიყვანოთ. თამბაქო არ დავაზიანოთ თავად ჩიბუხი პირველი წამოდგომის შემდეგ. თუ შეხა ფანტასტიკური ამინდია, ზამთრის არის თუ ზაფხულის არ ვიცი, აივანზე გავალთ და იქ გავაბოლებთ. დავაყენებთ არომატულ სურნელს. აივანზე რო დავჯდეთ და მომზადოს სპეციალიზირებული ეს ეგრეთ წოდებული სამმაგი სამკაპი თუ როგორ ქვია სპეციალური ჩიბუხის თამბაქო, რომელსაც აი გვერდიდან მოდის ალი, რომ ადვილი იყოს მოგიდება და ეს აქვე არის ეს სამკაპიც. დავედით აივანს. სახში მოწევა ისედაც არ მიყვარს და ხანდახან ეს ჩემი სამფლობელოა, ჩემი ჰობის, მეორე ჰობის ნაწილით არის და თითქოს შეიძლება, მაგრამ სახში შვილი მყავს ეხლა სტუმრად პატარა და კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საერთოდ არ ვეწევი პრინციპში სახში. გავედით ეხლა აივანზე და ვნახოთ. აუ ბიჭო რა მაგარი. ან მაგარი. როგორც კი არომატიკს ჭირდება რამოდენიმეჯერ მოკიდება გაღვივებისთვის და
ფანტასტიკურია. არ ვიცი, ხა ინდივიდუალურია, შეიძლება ჩემთვის ეს არ არის ნამიანი ზედმეტი, არაფერი გამოშრობა არ ჭირდება, ხა იმას შევეცდები, პირდაპირ გადავიტან უკვე ისეთ ჰერმეტიულ იმაში, რომ არ გამოშრეს მეტი. ეს სპეციალური კოლოპე მინის კილები რო არის, ესე რომ იხურება ძალიან რეზინის ემით რა, ფაქტიურად ჰერმეტიულად. სრული ჰერმეტიზაცია რო ხდება, აი მხოლოდ ისეთ კილებში უნდა შევინახო, რომ ეს არ გამომიშრეს მეტი, ეს ამაზე მშრალი ჩემთვის უკვე ზედმეტად მშრალი იქნება. რა უნდა გითხრათ ხა? შეიძლება ამ ჩიბუხის დამსახურებაც არის ფანტასტიკური გემოს გადმოცემა აქვს საერთოდ ლორენზენდის და ხა ეს რა ვიცი, ამბობენ რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამბაქოა. ამიტომ იგრძნობა ეს. არის ერთ-ერთი საუკეთესო, არაფერი გამაღიზიანებელი, აი ეს რაიმე სიროპი, რო თქვი მე, რომ ბევრი სიროპს უმატებს არომატისთვის და ამას აქვს რაღაც ძალიან მინიმალურ დონეზე და დანარჩენი არის აი ეს გემოები არომატი გემოები მიღწეული თამბაქოს ფერმენტაციის პროცესში. შოკოლადი ისე ძალიან აქტიურად როგორც თამბაქოს თავიდან რო დაყმოსავ მოდის, აი ესე არ მოდის, თუმცა გემოებში აი იჭერან შოკოლადს და ეს კარგი არის ამ შემთხვევაში, რომ ძალიან შოკოლადის გემო ქონდა. სუნი უпроსტად გემო უკვე მოწევის დროს არ არის, აი იგრძნობა შოკოლადი, იგრძნობა თხილი, თითქოს აი TV's სასიამოვნო სურნელი და სუნიც. და ეს ამერიკული ბერლი ახლა კლასიკა არის ეს. კვამლის, ესეთი გემრიელი კვამლის გემოები აქვს. ამ თამბაქოს შევიძენ და ეს თამბაქო მგონი ჩაჯდება ჩემი საყვარელი თამბაქოების რიგში. აგარი